პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, ეთერშია უცნობი კავკასია. დღეს მას მე ნინო ჟიჟილაშვილი წარმოგიდგენთ. მომავალს ვქმნით დღეს. ეს გახლავთ ირაკლი ალასანიას გუნდის სლოგანი. მისი გუნდის წევრები კი სულ ახლახანს დასახელდნენ, ისინი გახლავთ. თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ალექსი პეტრიაშვილი, ექიმი დიმიტრი ტვილდიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის ყოფილი უფროსი გიორგი ჩიქოვანი. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან მიქელაძე, მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ თანამშრომელი ნინო გოგუაძე, ადვოკატი შალვა შავგულიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ავსტრიასა და ევთოში ვიქტორ დოლიძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე. ალასანიამ განმარტა, რომ მისი გუნდის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გეგმები ჯერ კიდევ ძალაშია, თუმცა ყოფილ ელჩს კონკრეტული პარტია დღეს არ დაუსახელებია. ამ თემაზე ვისაუბრეთ ჩვენ დღეს სტუდიაში, სწორედ ახალი გუნდის პრეზენტაცია მოხდება ჩვენთან, ბატონი ვიქტორ დოლიძე იქნება ჩვენი სტუმარი და სწორედ აი ამ გუნდის სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორი პარტიის წარმომადგენელი უკვე არსებული კოალიციის ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე. მოგესალმებით, ქალბატონი ფიქრია, ბატონო ვიქტორ, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ბატონო ვიქტორ, როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ, თქვენ თუ ხართ კმაყოფილი თვითონ? პრინციპში კმაყოფილი ვართ, ვფიქრობ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, თვითონ გამოსვლაც ბატონი ირაკლის ამავე დროს და ის ძირითადი პოსტულატები, რომელიც მან დღეს ესე ვთქვათ მოხაზა მომავალი პროგრამისა და დარგობრივი მომავალში გამტკიცების და უფრო დეტალურად აღწერის თვალსაზრისით საკმაოდ შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო პუბლიკისთვის. ამდენად შინაარსობრივად უპირველეს ყოვლისა და ისედაც მაოფილები ვართ გუნდის წევრები. ბატონო ვიქტორ, ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდში ასე კონცენტრირებულად დიპლომატები არასდროს ყოფილან საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში. ეს არის ცუდი თუ ეს არის კარგი? იმიტომ რომ დიპლომატები გამორჩეულნი არიან თავისი სიფრთხილით, აქტიურ საჯარო პოლიტიკას მეტი სითამა მიჭირდება, არსებობს ეს მოსაზრება. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ესეთი ადგილის დამკვიდრებას აი ძალის პარალელურად, რომელიც საკმაოდ აქტიურია ქვეყანაში და რომელიც ხელისუფლებაშია? პირველი მე ვფიქრობ, რომ არის აუცილებელი, იმიტომ რომ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს თუ კი ავიღებთ და დავაკვირდებით ამის სერიოზული ანალიზი და შემდგომში მოქმედების სერიოზული გეგმასაც საჭიროებს და ამავე დროს არის აუცილებელი სწორედ იმ პროფესიონალური მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც ყველა დიპლომატმა ჯგუფში არსებულმა გაიარა და მომავალ შეუძლია თავიანთი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მომავალ განვითარებაში. ქალბატონი ფიქრია იყავით პრეზენტაციაზე თქვენ? დიახ, გახდით. აი კეთილგანწყობილი თვალით, მაგრამ მაინც იქნებ კრიტიკული შეფასება თუ გაქვთ აი ესე მეგობრების და მომავალი პოლიტიკური პარტნიორების გუნდის მისამართით? პირველი შეფასება ამ ახალი გუნდის. თავდაპირველად მინდა მივესალმო ბატონ ვიქტორს და მისი გუნდის, ასე ვთქვათ, დღეს შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში. ერთი რამ იყო ძალიან თვალსაჩინო და ცხადი, რაც დღევანდელ პრეზენტაციას გამოარჩევდა ქართული პოლიტიკური სინამდვილიდან, რომ ქართული პოლიტიკური სამწუხაროდ უკვე დამკვიდრებული სიშლეგის ფონზე ეს იყო ძალიან გაწონასწორებული, ძალიან საქმიანი და პრინციპული დამოკიდებულება, პროფესიონალური დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული პრობლემებისადმი. მე ვფიქრობ, ასეთი განახლება და გამდიდრება ქართულ პოლიტიკას უდავოდ სჭირდება და ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ძალიან საინტერესო გუნდი გამოიკვეთა და მე მინდა რომ ამ გუნდს ძალიან დიდი წარმატებები უსურვო ქვეყნის საკეთილდღეოდ. რაც შეეხება კრიტიკული თვალი, ალბათ კრიტიკული თვალი გამოჩნდება შემდგომ ნაბიჯებში და ღმერთმა დაიფაროს ყველა პოლიტიკური ძალა იმისგან, რომ საკუთარი თავის გარდა და საკუთარი ნაბიჯების გარდა ვერ წარმოედგინოს ვერაფერი ქვეყანაში. იქნება ალბათ რაღაცა ლაფსუსები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მიმართულება, ის ხაზი ძალიან ჭირდება დღეს საქართველოს რეალობას, რომელიც ირაკლი ალასანიას გუნდმა შესთავაზა დღეს ქართულ საზოგადოებას და ვფიქრობ, ამ ხრივ ძალიან ბევრი სიურპრიზი, კარგი გაგებით ელის ქართულ საზოგადოებას. ბატონო ვიქტორ, ეს შეთავაზებები ალბათ მომენტალურად არ გაჩენილა ამ მომენტში, თუნდაც ერთი თვის წინ, თუნდაც სამი თვის წინ, ალბათ ეს გროვდებოდა თქვენში, თქვენ დღეს გასახელებდნენ
არხები, რომლებსაც ეს სახელმწიფო არხებს უწოდებდნენ, მეგობრად, რომ ირაკლი ალასანიას მეგობარია ამ გუნდში და რაღაც ეს წარდგინებები ეს ფორმით მიმდინარეობდა. მე მართლა მაინტერესებს, როდის გაჩნდა ეს პროტესტი პირადად თქვენში და თქვენ პრინციპში ჯერ კიდევ 3 კვირის წინ თუ არ ვცდები, ქვეყანას წარმოადგენთ ეთოთოს შესაბამისად ამ ხელისუფლებასაც. აი რატომ დუმდით აქამდე? ძალიან დიდი ნაწილი თქვენი გუნდის პრინციპში ბოლო წუთამდე თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან. რატომ დღეს? ხშირად მისვავენ ამ შეკითხვასაც, ჩემი აზრით აბსოლუტურად ლოგიკურია და სწორია. პირველი რაც შეეხება ირაკლი ალასანიასთან ჩემ მეგობრობას ვადასტურებ, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ აქ არის თანამოაზრეობა ამ შემთხვევაში. პროტესტის გრძნობა შინაგანი მე პირველი და მეორე დღე არ არის საჩვეო მიყალიბდა და არც პირველი და მეორე წელი. პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ ის არის რომ ევთო საკმაოდ ყოვლისმომცველი ორგანიზაცია, მოდით აი ჩემი პროფესიონალური თვალსაზრისით დავიღოთ. რომელიც შეიცავს როგორც ადამიანურ განზომილებას, ეს არის პირველი განზომილება ამ ორგანიზაციის, ასევე ეკონომიკურ და გარემოს დაცვით და ბოლო მესამე და უმთავრესი ალბათ არის სამხედრო პოლიტიკური. დღეს საქართველოს რეალობიდან გამომდინარე. მე მინდა გითხრათ არც ერთ, არც მეორე და არც მესამე განზომილებით სამწუხაროდ ჩვენ ესეთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები არ ქონია. ბოლო პერიოდში მიუხედავად იმისა, დღეს ნახსენები იყო ერთ-ერთი გუნდის წევრისგან, რომ დემოკრატია სულ რაღაც 1-2 წლის წინ კიდევ უფრო დახვეწილი იყო, მისი ხარისხი უფრო მაღალი იყო, ვიდრე არის დღეს. ალბათ ყველაზე დიდი ინდიკატორი დაწყების ამ შინაგანი პროტესტის მოდი თქვა ჩემთვის იყო 7 ნოემბერი. თუმცა იმ პერიოდისთვის მე დღესაც სწორად მიმაჩნია რომ არ გადავდგი ის ნაბიჯი და არ გადავდექი, გამომდინარე იქიდან რომ მე სახელმწიფო ინტერესებს ვიცავდი უთოში და არა ამ ხელისუფლების ინტერესებს, მოდით ესე მიუდგეთ საკითხს და მე მაშინაც ესე უდგებოდი ამ საკითხს. და არ იქნებოდა მიზანშეწონილი ჩემი მაშინ უთოდან წამოსვლა, იმდენად რამდენადაც უფრო მეტ სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით ქონდა ჩვენ ჟაბაასი დებატები. ეს ეხება ძირითადად სამხედრო პოლიტიკურ თემატიკას, კონფლიქტების მოგვარების პროცესს და პლუს ამას ბუნებრივია არ მინდოდა იმ პერიოდში გამომწვევებინა თვითონ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება, რომელიც ისედაც უჩემოთაც საკმაოდ მძაფრია. თუმცა თქვენ მაინც მოგიხდათ ეს თქვენ ერთ-ერთმა კოლეგამ ლევან მიქელაძე მიიღო მაგალითად ეს გადაწყვეტილება. კი, იმ პერიოდში მოგიხდათ საკმაოდ რთულ ვითარებაში ქვეყნის ასე ვთქვათ ინტერესებიდან როგორ თქვა, მაგრამ ეს ხელისუფლების ინტერესებიდან განზე გასვლა, მაშინ როდესაც ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, ლევანი იყო პირველი რომელმაც გადადგა ეს ნაბიჯი და 7 ნოემბერს სხვა შორის ამ მოვლენების შემდეგ ელჩებიდან ყოველ შემთხვევაში არავის არ გადაუდგავს ეს ნაბიჯი, თუმცა ჩემი პოზიციიდან ვენაში და იმ საქმიანობიდან და იმ სპექტრიდან გამომდინარე, რასაც მე იმჟამად ვაკეთებდი, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არა ჩემი აზრით არ იქნებოდა სწორი და მიზანშეწონილი ამ ნაბიჯის გადადგმა. ბატონო, შეიძლება ფიქრჩეს ჩავეკითხებით და გებრუნდებით, მე ოპოზიციისთვის გადიოდა ზღვარი 7 ნოემბერზე. ადამიანები, რომლებმაც 7 ნოემბრის შემდეგ განაგზეს ხელისუფლებაში ყოფნა, ხელისუფლებასთან რამე ფორმით თანამშრომლობა თითქოს და იყო მიუღებელი ოპოზიციისთვის. რა მოხდა ქალბატონ ფიქრია? რატომ მიიღეთ ადამიანები გუნდში, სავარაუდოდ რატომ მიიღებთ ერთ დიდ კოალიციაში იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო წამამდე დარჩნენ იქ? ეს ძალიან იოლი განსამარტია. ხელისუფლება არის ხელისუფლება, ვთქვათ, თავისი აღმასრულებელი სტრუქტურით და ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობით და არის დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ხელისუფლებების ცვალებადობასთან ერთად არ იცვლება ხოლმე, იმიტომ რომ ის წარმოადგენს ქვეყანას, როგორც ბატონმა ვიქტორმა აღნიშნა. ჩვენ აგერ მომსწრე ვართ, შეიცვალა ამერიკაში ადმინისტრაცია, მაგრამ ამერიკის ელჩი საქართველოში განაგრძობს მუშაობას და მოღვაწეობას. ანუ ის პირდაპირ ბმაში არ არის ხელისუფლებასთან. მე ძალიან კარგად მესმის, რასაც ბატონი ვიქტორი ამბობს აქ, რომ ლევან მიქელაძის პროტესტი იყო 7 ნოემბერს, თუმცა ლევანმაც არ ჩათვალა მაშინ საჭიროდ, რომ ამას მისცემოდა ფართო რეზონანსი, ეს იყო მისი პირადი გადასახედიდან, პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას და შესაბამისად დღეს მაშინ საზოგადოების აუდიტორიის დამოკიდებულებაშიც ეს გამოიხატა, მაგრამ იყო, ვთქვათ, იგივე ირაკლი ალასანიას პოზიცია მე ვიცი ძალიან კარგად, რომ მას ბევრად უფრო ადრე ჰქონდა განზრახული თანამდებობიდან წასვლა, მაგრამ მას ჰქონდა გარკვეული საქმეები ბოლომდე მისაყვანი და ბოლო პერიოდში ეს საქმე გახლდათ იგივე ნატოს ბოლო სამიტამდე მიყვანა ქვეყნისა, რომ თუ კი რაიმე მინიმალური შანსი მაინც არსებობდა
იმისა, რომ საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო მომხდარიყო, ამ შანსის ბოლომდე უტოვებდა თავის ქვეყანას. ისევე როგორც ამაზე საუბრობს ბატონი ვიქტორი და ეს აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. ჩვენ ასე იოლად ვერ წავიდოდით თანამშრომლობაზე ხელისუფლებიდან წამოსულ იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ სახელისუფლებო გუნდში მოიაზრებოდნენ და პირდაპირ შეხება ჰქონდათ იმ დანაშაულებებთან, რომელიც საზოგადოებაში ძალიან სერიოზულ პროტესტს იწვევდა და ამ პროტესტის გამხმოვანებელი გახლდათ სწორედ ოპოზიცია. ბატონო ვიკა, დღეს რამდენჯერმე ახსენა ირაკლი ალასანიამ მჭიდრო თანამშრომლობა. აი ეს მჭიდრო თანამშრომლობა მინდა იქნებ განმემარტოთ, რას ნიშნავს, ეს იქნება კოალიციური თანამშრომლობა, ეს იქნება უბრალოდ თქვენი გუნდის თანამშრომლობა რაღაც პარიტეტულ საწყისებზე, ოღონდ არაერთ გაერთიანებაში მოაზრებული სხვა პოლიტიკურ ძალებთან თუ რას ნიშნავს ეს? მაინც თითქოს ყველას ეჩვენება, რომ თავს იკავებს თქვენი გუნდი რაღაც ამ კონკრეტიკისგან, რასაც საომავლო პოლიტიკური ალიანსები ქვია. არავითარ შემთხვევაში არ ვიკავებ თავს ჩვენ რაიმე კონკრეტიკისგან. მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს იმ პროცესს, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ, კერძოდ ირაკლის უკვე ქონდა კონსულტაციები პრაქტიკულად მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, ყველა პარტიასთან, მათ ლიდერებთან. ერთადერთი რაც მინდა გითხრათ, რომ მე არ მინდა უბრალოდ მოვლენებს გავუსწრო წინ, კონსულტაციები დღესაც მიმდინარეობს და უკვე ძალიან მალე გაირკვევა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები, რომლებიც უფრო ახლოს დგანან ჩვენთან, ისე როგორც ჩვენ ალბათ მათთან, მოსაზრებებით, იმ პროგრამით და იმ გეგმებით, რომელიც გაგვაჩნია. ამდენად ძალიან მალე მე იმედი მაქვს, რომ გამოიკვეთება ზუსტად ის პარტიები და ის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, რომლებთანაც ჩვენ გადავწყვეტ თანამშრომლობას. ამდენად ჭირო თანამშრომლობა აქამდეც მიდიოდა და ეხლაც არ შეჩერებულა. ძალიან მალე როდის არის ბატონო ვიქტორ? მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში. უახლოეს დღეებში ხალხთან ფიქრია ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად ეს საზეიმო ტონით ამბობენ, რომ ეს კოალიცია პრაქტიკულად ჩაშლილია. თქვენი რესპუბლიკელების სახლების და ირაკლი ალასანიას გუნდის. რა შეგიძლიათ ამ ეტაპზე გითხრათ? ამას წერტილი დასმული აქვს, პროცესშია თუ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, რომ შედგეს? იცით რა, ხელისუფლების სიხარული და ზეიმი ცოტა არ მესმის მათი მოქმედებების კვალობაზე, რას ეფუძნება, იმიტომ რომ ხელისუფლებას ურჩევნია კი არ ზეიმობდეს შემდგარ ან შეუმდგარ ალიანსებზე, არამედ აცნობიერებდეს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში დაიგროვეს ქვეყანასთან და საზოგადოებასთან მიმართებაში. ეს მათი ძალიან პრინციპულია, რამდენად ძლიერი იქნება ოპოზიციური ალიანსი. აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლება რომ აცნობიერებდეს საკუთარ პასუხისმგებლობას, მას აღარ ეცლებოდა რაიმე საკითხზე, თუნდაც მინიმალური საბაბით ზეიმისათვის. ეს ძალკე თემაა. რაც შეეხება იმას, თუ რა ვითარებაშია დღეს პოლიტიკური პროცესი, რესპუბლიკელებისა და ახლების ალიანსი არსებობს, ეს უკვე გამოცხადდა დეკემბერში და ბუნებრივია ის განაგრძობს მოქმედებას და სამომავლო პერსპექტივებზეც ჩვენ უკვე პრაქტიკულად კი არა შეთანხმებული ვართ მტკიცეთ და მკაფიოდ. რაც შეეხება ალასანიას გუნდს, ჩვენ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გქონდა ამ პერიოდის განმავლობაში თავად ირაკლისთან, მის გუნდის რამოდენიმე წარმომადგენელთან, მაგრამ ჩვენ ყველანი ინტერესით ველოდებოდით დღევანდელ დღეს, ასე ვთქვათ, როდესაც ირაკლი თავისი გუნდით წარდგებოდა საზოგადოების წინაშე. ირაკლი არაპირებს ამ ეტაპზე და ახლო მომავალში პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას, მაგრამ ბუნებრივია ერთი კაცი ვერ შექმნის პოლიტიკურ პროცესს და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, გუნდი, რომელიც ირაკლი ალასანიას თანამოაზრეებად იქნებოდნენ წარმოდგენილი საზოგადოებისათვის. პოლიტიკური პროცესი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა, ძალიან სერიოზულ საკითხებში ჩვენ შორის სერიოზული თანხმობა არსებობს, მაგრამ ყველაფერს ჭირდება თავისი, ასე ვთქვათ, ლოგიკური დასასრული. ეს კონსულტაციები გრძელდება კიდევ სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც დღევანდელ დღემდე და მეც დავეთანხმები ბატონ ვიქტორს, რომ ალბათ უახლოეს დღეებში ყოველ შემთხვევისთვის ის სპექტრი გამოკრისტალდება, რომელიც ამ ეტაპზე მზად არის ამ ტიპის თანამშრომლობისათვის, თუმცა ალბათ პროცესი გაგრძელდება კიდევ მომავალში. ბატონ ვიქტორ, მაინც მინდა ჩაგეკითხოთ, შეხების წერტილები უფრო მეტია ახლების და რესპუბლიკელების ალიანსთან თუ სხვებთანაც არის თანაბორწილი შეხების წერტილები სხვა პოლიტიკურ ძალებთან? მოდით, მე ვფიქრობ, არ იქნებოდა კორექტული ჩემთვის ახლა რაღაცა დიფერენციაცია რომ მომეხთინა, რაც შეეხება ახლებს და რესპუბლიკელებს, ჩემთვის პირადადაც ძალიან საინტერესოა და ძალიან ახლოს დგას ის პრინციპები, რომელსაც
არა მხოლოდ ეხლა, არამედ წლების განმავლობაში ვაკვირდები, ისევე როგორც ირაკლისთვის ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, მოდით ახლა დიფერენციაციას ნუ გავაკეთებთ, მაგრამ ვადასტურებ რომ ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა. თუმცა თქვენ ამბობთ რომ კვირის ბოლომდე რამდენიმე დღეში ეს თემები უნდა გაირკვეს, უბრალოდ მე არ მინდა რომ ჩემ სტუდიიდან გაგიშვათ ისე რომ არ მიიღოს პასუხისმგებლობა არსებობს ჩვენით ირაკლი ალასანიას გუნდის რომ რა კი არსებობს მოლაპარაკება სხვადასხვა მიმართულებით, სანამ ეს მოლაპარაკება არ დასრულებულა, ჩვენ არ დაუსვათ რაიმეს წერტილი. თორემ ცხადია, ხა წინსწრები განცხადებები შეიძლება გაკეთდეს. მე ერთი რამე შემილია, ვთქვა რომ დღეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მართლაც მნიშვნელოვანი დღე იყო. მე პირადად როგორც ერთი ადამიანი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ამდენი ხანია ქართულ პოლიტიკაში ვარ, ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, მე სულ მაქვს დეფიციტი ნორმალური, გონიერი, წინ გამჭრეტადი პოლიტიკის განხორციელებისა საქართველოში. ყოველთვის ასეთი პოლიტიკა და ამ პოლიტიკის მიმდევარი ძალები სამწუხაროდ მიზეზთა გამო იჩაგრებიან ხოლმე ქართულ პოლიტიკაში და მე მინდა ვისურვო რომ საქართველოში დადგეს დრო სამწუხაროდ ამას ძალიან ბევრი დანაკარგი დასჭირდა თუნდაც აი იმ შლეგური პოლიტიკიდან გამომდინარე რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო საქართველოში მაგრამ მე ვფიქრობ დღეს სწორედ აი ამ ზომიერი გაწონასწორებული გონიერი პროფესიონალებისაგან გაკეთებული პოლიტიკის დრო დადგა საქართველოში და აი ის ღელვაც რომელიც დღეს ირაკლი ალასანიას მიუხედავად თავისი გაწონასწორებულობისა ქონდა მე ძალიან სერიოზული ოპტიმიზმით მავსებს იმიტომ რომ მე არ მჯერა იმ ადამიანებისა ვინც ქართულ საზოგადოებას ისე ძალიან იოლად და ლაღად ელაპარაკებიან და როდესაც ირაკლი ალასანია რომელსაც ძალიან დიდი რეიტინგი აქვს მოდი ვთქვათ პირდაპირ დღეს ქართულ საზოგადოებაში და დიდი მოლოდინი არსებობდა მისი ფიგურის მიმართ ის ამ მოლოდინის ასე ვთქვათ თანმხვედრად ძალიან დიდი ღელვით ელაპარაკებოდა თავის ხალხს და თავის საზოგადოებას. თუმცა ჩვენ ეს სამწუხაროდ დეტალიზებულად ვერ ვნახეთ, იმიტომ რომ მივესალმები ასე ვთქვათ, ასეთ დამოკიდებულებას ქართული საზოგადოებისადმი და ძალიან დიდი იმედით ამ დიდი მადლობა ქალბატონ ფიქრია, ჩვენ სამწუხაროდ ეს ვერ ვნახეთ, მოლოდინი მე პირადად მქონდა რომ ვერ გავედი გარეთ და ეთერში ვნახავთ, თუმცა არც ერთ მაუწყებელს არ უჩვენებია ეს პროცესი სრულყოფილად ისე რომ იმიტომ რომ ქვეყანაში არის ახალი ტალღა დემოკრატიის და ფორმალურად მაინც შეიძლება როდესაც ესეთი დღეა ჩვენ ვნახოთ რა ხდება, თუმცა ჩვენ ალბათ მაინც მოგვიწევს რომ მეს ვნახოთ ბატონო ვიქტორ ჩვენ გაცემ დასრულს მივახლოვდა ქალბატონ ფიქრეს დიდი მადლობა უთხრათ თქვენ კი მინდა გითხოთ საბოლოო ტესტი გზავნილის ფორმით თუ შეგიძლიათ გითხრათ რაში არის მაინც თქვენი სიძლიერე ამ ეტაპზე ძალიან რთულია და ამჩვევია მართალი გითხრათ საკუთარ ან სიძლიერეზე ან რაიმე სხვა დადებით თვისებებზე მოდით გუნდზე მაქვს საუბარი არა პირადად თქვენი რატომ და დაგიჭიროთ მხარი ამ მრჩეველმა მაისი ახსენა თქვენმა ლიდერმა დღეს ან თქვენ ძალიან ახლოს მოიაზრებთ აი ამ არჩევნებს ის ძირითადი თუმცა ზოგადად ასახული პოლიტიკური პოსტულატები რომელიც დაგზავნილები დღეს ირაკლიმ ჩამოაყალიბა ამას ბუნებრივია შემდგომ დარგობრივი განვითარება და პროგრამებში უფრო დეტალური ასახვა მოყვება მე ვფიქრობ ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს ისევე როგორც თვითონ მთლიანად გუნდი რომელიც წარსდგა დღეს საზოგადოების წინაშე აქ არიან ექიმები აქ არიან განათლების სპეციალისტები უსაფრთხოების სპეციალისტები დიპლომატები და სხვები რომლებიც შეირჩა პირველ რიგში ღირებულების და პასეულობების საფუძველზე, პროფესიონალურობის საფუძველზე და იმ მორალის საფუძველზე, რომელიც ახსენა ბატონმა ირაკლიმ თავის გამოსვლაში. მე ვფიქრობ დღეს ძალიან აკლია ქვეყანას სწორედ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით ეს სამი პოსტულატი, რომლის შემოღებასაც ჩემის აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მომავალში. მორალი ეს იქნება ძირითადი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა თქვენი გუნდის, როგორც მე ვხვდები. ღირებულებები, პასეულობები, პროფესიონალიზმი და მორალურობა. დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ ძოლიძე და ქალბატონ ფიქრია ჩიხრაძე იყვნენ ჩვენთან ეთერში, მათ ჩვენ გვითხრეს რომ რამდენიმე დღეში გაირკვევა, გამოკრისტალდება ქალბატონ ფიქრია სიტყვებით რომ თქვათ ის გუნდი, რომელიც იქნება საომავლოდ კოალიციის სახით სავარაუდოდ წარმოდგენილი. მადლობთ სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ კი გაცემის მეორე ნაწილში კობა დავითაშვილი გვეყოლება სტუმრად გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ის მოგვახსენებს რას გეგმავს, როგორი ფორმით თანამშრომლობას გეგმავს ის პირადად და მისი გუნდი აი ამ გუნდთან, რომელიც ამ წუთში ჩვენთან ეთერში იყო დროებით. მედია პროექტი უცნობი კავკასია
ჩვენ ეთერში ბრუნდებით უცნობი კავკასია ეთერში სტუმრად კი ბატონი კობა დავითაშვილი გაერთიანებული ოპოზიციიდან ბატონო კობა ჩვენ გვყავდნენ თქვენამდე სტუდიაში სტუმრად ბატონი ირაკლი ალასანიას გუნდის ერთ-ერთი წევრი ვიქტორ დოლიძე და მათი შესაძლო უკვე თითქმის დადასტურებული პარტნიორი ახალი მემარჯვენეობის და რესპუბლიკელების ალიანსის წევრი ფიქრია ჭიხრაძე. თქვენზე გაერთიანებულ ოპოზიციაზე ამ დრომდე არ არის საუბარი იქნებით თუ არა ამ კოალიციაში. თქვენ დღეს ბრძანდებოდეთ პრეზენტაციას. დიახ. როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ? ითანამშრომლებდით ამ გუნდთან და შეუერთდებოდით თუ კი მოხდებოდა რაღაც შეთანხმებები? თანამშრომლობა სავსებით რეალურია. ჩვენ თანამშრომლობის სურვილი გვაქვს და ეს ჩვენი პოლიტიკური წარსულით და აწყვეტიც გვაქვს დამტკიცებული. ჩვენ მუდმივად ვიყავით, რჩებით და მომავალშიც ვიქნებით ერთიანობის მომხრე. ერთიანობის ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, ერთიანობის ბრძოლაში, ერთიანობის არჩევნებში, ერთიანობის ამ ქვეყნის გადარჩენაში. აბა რატომ არ სახელდება გაერთიანებული ოპოზიცია ამ დრომდე პოტენციურ პარტნიორად აი ამ დიდი კოალიციის? ჩვენ ვასახელებთ მათ პოტენციურ პარტნიორად. ანუ ეს მათია დამოკიდებული აგირჩევენ თუ არა პოტენციურ პარტნიორად. უნებრივია ჩვენი შეთავაზება არსებობს ყველა პოტენციური პარტნიორისადმი, მათ შორის ბატონი ირაკლი ალასანიას მიმართ, რესპუბლიკელების და ახლების ალიანსის მიმართ, ლეიბორისტული პარტიის მიმართ და ყველა ჩვენი თანამებრძოლის მიმართ, ვისთანაც ერთად არაერთი ბრძოლა გადაგვიხდია. თუმცა ბატონო კობა ამბობენ არის ესეთი ვარაუდი რომ თუ კი დაინიშნება ეს არჩევნები ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ხელისუფლების მხრიდან დაინიშნება თუ არა ოპოზიცია იქნება ძალიან ჭრელი და იქნება ისევ ის პრობლემა რაც გასული საპარლამენტო არჩევნების დროს და იქ საქმე ოპოზიცია რითაც ისარგებლებს ხელისუფლება. რამდენად არის მოსაოდნელი ეს გარემო? სწორედ ამიტომ ჯობია რაც შეიძლება მეტი კონსულტაცია გავმართოთ ეხლა არჩევნებამდე წინასწარ იყოს შეთანხმებული პრინციპი არჩევნებში მონაწილეობის, ჩვენი მოთხოვნები, ბრძოლის გეგმა და ასე ვთქვათ, ხნაში გარიგება ჯობია, კაში გარიგებას, როგორც ქართველი კაცი ამბობს. როდესაც საუბრობთ გაერთიანებულ ოპოზიციაზე, შესაძლებელი არის თუ არა, რომ კონსერვატორები ესე ცალკე გამოყოფილად მოხვდეთ ამ კოალიციაში და ვერ მოხვდეს იქ ვთქვათ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ეს ნაწილი, პარტია, რომელიც ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში არის წარმოდგენილი, რომ მე მაქვს მოსმენილი ეს მოსაზრება, რომ ოქრუაშვილის გუნდი მაინცსა და მაინც მისაღები არ არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ეს მოსაზრებად მოსმენილი, რომ კობა დავითაშვილიც არ არის მისაღები. ასეთი მოსაზრება შეიძლება არსებობს. თქვენ უფრო ნიშნები მაქვს მოსმენილი თქვენს ირგვლივ, იმიტომ რომ სულ ამბობენ, რომ ეს კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩემი პოზიცია ძალიან ცხადია ამასთან დაკავშირებით. მე ვარ ერთიანობის მომხრე და მე ერთიანობის მომხრე ვარ არა იმიტომ, რომ ვიყო ამ ერთიანობაში და მეკავოს შეიძლება კარგი ადგილი ერთიანობის შიგნით. მე ერთიანობის მომხრე ვარ როგორც იდეის. თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტნიორს ამ ერთიანობის ფასად მიაჩნია კობა დავითაშვილის იქ არ ყოფნა, მე მზად ვარ ეს ფასი გადავიხადო და ისე დაუჭირო ამ დიდ გაერთიანებას ხარი, რომ შიგ არ ვიყო და არ მოვითხოვო არც ადგილები. ანუ თქვენ დიდი მსხვერპლისთვის მზად ხართ. არ მგონია ეს დიდი მსხვერპლი იყოს. ნუ პოლიტიკოსისთვის დიდი მსხვერპლი ალბათ. არ მგონია, იმიტომ რომ პოლიტიკოსი თუ ხარ ქვეყანაში, სადაც არის ავტორიტარული რეჟიმი, სიკვდილისთვის უნდა იყოს მზად და ამისგანაც არა ვარ დაზღვეული და თუ სიკვდილისთვის ხარ მზად, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პარლამენტში არ იჯდე. შეიძლება რომ კონსერვატორები მოხვდეთ გამოუკიდებლად ამ ალიანსში. მე ხალხის პარტიას წარმოვადგენ ამ შემთხვევაში, კონსერვატორები. უკაცრავად ხალხის პარტია, დიახ. თუ მე ასე დამისვენ საკითხს, რომ შენ კარგი ბიჭი ხარ და სხვა ცუდი, მე უპასუხებ, რომ იმ თანამებრძოლებთან ერთად ვაპირებ ბრძოლას, ვისთანაც არაერთი ბრძოლა გამოვიდა. ანუ გაერთიანებული ოპოზიცია არ დაიშლება. გაერთიანებული ოპოზიცია, იმიტომ არის გაერთიანებული, რომ ჩვენ დავრჩით ბოლომდე და არ გამოვყოფილვარ და საკუთარი პოლიტიკური მომავალი არ გვიძებნია ცალ-ცალკე. ბატონო კობა, მიდის მოლაპარაკებები კონკრეტულად? კი, კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციები მხოლოდ ალასანიასთან და ახლები რესპუბლიკელების გუნდთან თუ თქვა ნინო ბურჯანაძესთანაც? ნოღაიდელთან. მე ყოველ შემთხვევაში შემიძლია ვისთან მქონდა კონსულტაციები, უნებრივია გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით მუდმივად გვაქვს კონსულტაციები კონსერვატორებთან, ჩვენს კოლეგებთან, თქვათ ერთიანი საქართველო ეკაბესელიასთან, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან, ლევან გაჩეჩილაძესთან, მე შევხვდი და ვესაუბრე ბატონ ირაკლი ალასანიასაც, ალბათ ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციები მე არ მქონია. არ გინდათ თუ ვერ მოიაზრებთ ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში, ახალ კოალიციაში თუ უბრალოდ გეტყვით, გარკვეული გაორება მაქვს ქალბატონ ნინოს ფიგურასთან დაკავშირებით, ერთის მხრივ მივესალმები, როდესაც ხელისუფლებას ტოვებს მნიშვნელოვანი ფიგურა და გადადის ოპოზიციაში, მეორეს ერთი მაქვს გარკვეული კითხვები, მისი დამოკიდებულება 7 ნოემბერთან, რაც მე მოვისმინე პრესაში, მართალი გითხრათ არ მომეწონა.
და მინდა დავაზუსტო. ასევე ვთქვათ, მოლაპარაკებების ცნობილ პროცესთან, რომელსაც ქალბატონ ნინო აწარმოებდა თავის დროზე გაერთიანებულ ოპოზიციასთან, უამრავი შეკითხვა არსებობს ამასთან დაკავშირებით და ხვალ მომეცემა ამის შესაძლებლობა. დიახ, ეს მინდოდა დამეანონსებინა პოლიტბიუროში ხვალ ბატონკობა დავითაშვილის სტუმარი, ქალბატონ ნინო ბურჯანაძე იქნება და სავარაუდოდ ჟურნალისტის როლში და ქალბატონ ნინო იქნება რესპონდენტი და ის შეიძლება კოალიცია შედგეს. ხო და ამ შეკითხვებს დაუსვამ ქალბატონ ნინოს პირდაპირ ეთერში. თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ კითხვებზე პასუხი მიიღოთ და აი რაღაცნაირად ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდეს მისაღები პოლიტიკური ფიგურა კონკრეტულ მომენტში? დავუსვამ შეკითხვებს, პასუხის მოვისმენ და მე გადავწყვეტ. თუმცა გულწრფელად გეტყვით, ძალიან რთულია ჩემთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ის ოპოზიციაში ადამიანი თუ ხელისუფლებაში, არამედ რატომ აღმოჩნდა ოპოზიციაში. ამას ახლა მე სხვის მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ბატონო კობაბ, როდესაც ახლა ნინო ბურჯანაძეც ვახსენებდით, მანამდე ირაკლი ალასანია ვახსენეთ, ლიდერებზე ხდება ძირითადად პრობლემების შექმნა ლიდერობის ირგვლივ, როგორც ჩანს ხოლმე. ნუ ალასანია ეს ახლებოდა რესპუბლიკელებმა უპირობოდ აღიარეს ლიდერად და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მასთან მიერთებული პოლიტიკური სუბიექტი ამ ერთ პრინციპზე სულ მინიმუმ უნდა იყოს თანახმა აი ამ ახალ ალიანსთან კოალიციასთან. თქვენ მოდით ასე ვთქვათ. თქვენ კოალიციას მინდა დაგისვათ ბოლომდე შეკითხვა ყავდა ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. აი ამ შემთხვევაში თქვენ კი ბრძანეთ რომ მსხვერპლისთვის თქვენ პირადად თანახმა ხართ, მაგრამ ეს არის ზოგადად სულისკვეთება გაერთიანებულ ოპოზიციაში? მე ერთი რამ მინდა ვთქვა, საზოგადოდ ძალიან რთული იქნება დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნა, თუ კი წინაპირობა ამ ერთობის შექმნისა იქნება, რომ ეს ერთი მეორე ან მესამე პიროვნება უნდა იყოს აუცილებლად ლიდერი. მახსოვს ბატონი შალვა ნათელაშვილიც ასე სვამდა ყოველთვის საკითხს, რომ ის გაერთიანებისთვის ზარდა, ოღონდ თუ თვითონ იქნება ლიდერი. მე არ მგონია ეს სწორი მიდგომა იყოს, მე არავის არ ვაკრიტიკებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ არსებობს ეს პრობლემა და პოლიტიკაში არსებობს, თუ არსებობს ლიდერების და კვოტების პრობლემა, რომელიც პოლიტიკაში ასევე არსებობს, ამის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება არის, რომ მოდით ხალხს ვკითხოთ. რა ფორმით? გამოკითხვის ან წინასწარი არჩევნების გზით, რომელიც აპრობირებული მეთოდია, არა მარტო თქვათ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ბევრ ცუდ რამეში ვიბაძავდა, მაგრამ კარგშიც მივიბაძავ. ეს ცოტა რთული პროცესი იქნება და მაისამდე არ მგონია მოსწრებადი იყოს ბატონო კობა. რატომ მე მახსოვს, რომ 2005 წელს 4 პოლიტიკური პარტია შევთანხმდით და გამოკლებული დეპუტატების არჩევნებზე ერთიან კანდიდატებს დაუჭირეთ მხარი. და მაშინ საკმაოდ ძალიან საინტერესო შედეგები ჰქონდა 4 პოლიტიკურმა პარტიამ ფაქტობრივად ძალიან სერიოზული შედეგი აჩვენა. იგივე მე მახსოვს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები სახელდებოდა მათვე მოლკში იქ სადაც იყო 100 სხვადასხვა პარტიის კანდიდატი არსებობდა თქვათ მაჟორიტარობაზე, ჩვენ გარკვეულ მინი გამოკითხვებს ვატარებდით საკმაოდ სწრაფ რეჟიმში. არსებობს ბატონო კობა, ქვეყანაში ფინანსები არჩევნებისთვის არ არისო, ეს თქვენ გიპასუხათ ხელისუფლებამ და აი კიდევ დამატებითი რაღაც არჩევნებისთვის. ჩვენ ხელისუფლებას არ თხოვთ ფულს ამისთვის, მე უბრალოდ ვიცი ფასი დაახლოებით ამისა, ერთ საარჩევნო ოლქში მაშინ დაჯდა სადღაც 2-დან 3,000 ლარამდე. ანუ ეს არ არის ასეთი ძვირი, რომ ხო არ არის ისეთი ძვირი, რომ არ ჩატარდეს. უბრალოდ შეიძლება ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ურჩევნია, რომ პირდაპირ მოხდეს შეთანხმება მის ლიდერობაზე, რაც მისთვის სასურველია, მაგრამ არსებობს სხვა ძალა. როგორც ჩანს ეს სასურველი ნაკლებად არის. არა, ჩემთვის არა. გაერთიანებული ოპოზიციის. ჩემთვის არა. მე არასდროს არ დამიყენებია საკითხი ასე, რომ მე თუ არ ვიქნები პირველი, მაშინ არ მივიღებ გაერთიანებულში. თქვათ ლევან გაჩეჩილაძე ყავდა ლიდერად. არც ლევან გაჩეჩილაძესგან არ მომისმენი და სხვათა შორის ლევან გაჩეჩილაძე იყო ის ერთადერთი საქართველოს ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც თანხმობას აცხადებდა, ვადამდე შეეწყვიტა საკუთარი უფლებამოსილება და ძალაუფლების დიდი ნაწილი გადაეცა პარლამენტისთვის, ანუ მომხდარიყო საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა. მე არც მანამდე და არც ამის შემდეგ ასეთი ტიპის განცხადებები ლიდერობის სურვილთაგან არ მახსოვს. ბატონო კობა და ჩემ ბოლო შეკითხვა ასეთი იქნება, კვირის ბოლომდე, როგორც თქვენამდე აქ ყოფმა სტუმრებმა გითხრეს, პირველი კოალიცია გამოცხადდება. სავარაუდოდ იქ ნამდვილად იქნებიან ახლები და რესპუბლიკელები, ალასანიას გუნდი. იქნება თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია? არის თუ არა ამაზე საერთოდ შეიძლება თუ არა რომ იყოს? მოდით ასე დავსვათ კითხვა. მოდით ასე ვთქვათ, იქ თუ აქ ჩვენ ერთობა გვსურს. იქ იქნება გაერთიანებული ოპოზიცია თუ აქ იქნება ალიანსი, სიტყვებს ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს ხოლმე და ეს ვიღაცას წინს, მე არა. მე ვისურვებდი რომ იყოს, მაგრამ ამას დიდი მუშაობა დაჭირდება. ამ დრომდე ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ სურვილი. რა თქმა უნდა.
დიდი მადლობა ბატონო კობა, ველი თქვენს პოლიტბიუროს ხვალ, ვინაიდან თქვენ ძალიან საინტერესო კითხვები გექნებით. გული ანონსიც გავაკეთეთ. დიახ, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ჩვენ კი გადაცემის მესამე ნაწილში გავაანალიზებ ყველაფერს იმას, რაც მოვისმინეთ დავით პაიჭაძესთან და გიორგი მარგველაშვილთან ერთად დროებით. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ეთერს განვაგრძობთ უცნობი კავკასია პირდაპირ ეთერში დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი და გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მოგზაურობისთვის. თქვენამდე აქ პოლიტიკური მოსაზრებები მოვისმინეთ დიდი დოზით, თუმცა დღევანდელი დღის თემა მაინც არის ირაკლი ალასანიას გუნდის წარდგინება. მინდა რომ თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ვეტყვი რომ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 380 800. ბატონ დათოს მინდა მივმართო პირველი შეკითხვით. ალასანიას გუნდი წარდგენილია. რა რესურსს ხედავთ აი ამ გუნდში? ეს რესურსი, ის აზრი, რაც ამ რესურსზე მაქვს, არ შემცვლია იმ დღიდან, როცა გავიგე, რომ ირაკლი ალასანია აპირებდა დიპლომატიური ასპარეზიდან შიდა პოლიტიკაში გადმორთვას, ანუ 2 თვის მანძილზე ჩვენ ვიყავით, დასაწყისში ძლიერი, მერე უფრო განელებული მოლოდინი თქვათ, აი ამ დღის. რაც შეეხება ესეთ რესურსის დანახვას, ხო, ეს მაინც ნიშნავს პროგნოზის გაკეთებას და ამიტომაც მე არც ესე ფორას მივცევ ვინმეს ჩემთვის, ეს არ იმიტომ რომ საჯაროდ ვლაპარაკობ, საერთოდ ვამბობ რა. და არც წინასწარი აკვიატებით და სკეპტიკურად მოვეკიდები ამ გუნდს. ვფიქრობ, რომ ალასანია ამ 2 თვის მანძილზე, რაც მან ასე შემოიჭრიდა საჯარო პოლიტიკის ასპარეზზე, ალასანიამ თავი დაამახსოვრა მოქალაქეებს, პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებს, როგორც ეხლა დაიწყებს სტერეოტიპების ჩამოთვლას, ხო? დინჯმა, გაწონასწორებულმა, მომხიბლავმა და ასე შემდეგ ადამიანმა. ეს კარგია და ვფიქრობ, ეს კარგია იმ პოლიტიკოსებისთვისაც, ვისაც ის უკავშირდება ქართული პოლიტიკის ძველი გვარდიიდან. ეს ნიშნავს, რომ მათი კავშირი ეფექტიანი რომ გამოდგეს, საჭიროა რომ ერთმანეთისკენ იმოძრავონ, ასე ვთქვათ. და ცოტათი ერთმანეთს ალბათ დაემსგავსონ კიდეც პოლიტიკური ქცევით. ეს მე ვფიქრობ, შეიძლება მხოლოდ გამოადგეს ქართულ პოლიტიკას მასში პოლიტიკური კულტურის ამაღლების თვალსაზრისით. ბატონო გიორგი, ხა დავითი ბრძანებდა რომ სიდინჯე არის მთავარი, ასე ვთქვათ, ნიშანი ირაკლი ალასანიასი, როგორც პიროვნულად, ასევე მისი გუნდის გაწონასწორებულობა, ის გარკვეულწილად ანტიპოდია იმ გუნდის, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არსებობს. რამდენიც არის მზად საზოგადოება, როგორ ფიქრობთ, მსგავსი ტიპის ლიდერისთვის? თუ მიჩვეულია იმ ტიპის ლიდერებს, როგორც დღეს ხელისუფლებაშია და ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი ირაკლი ალასანიას იმისთვის, რომ დაიმკვიდროს ადგილი ამ საზოგადოებაში. იცით რა შესაძლოა, ირაკლი ალასანიას შეიძლება ითქვას უკვე რომ გარკვეული სიმპათიის რეიტინგი აქვს და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ყოველ შემთხვევაში მე დავინახე, რომ რაც მან განაცხადა და მანამ სანამ განაცხადებდა, რომ იქნებოდა ქართულ პოლიტიკაში რაღაცა სიმპათია მის მიმართ იყო. ბუნებრივია ეს სიმპათია უნდა ითარგმნოს ხმებში, უნდა ითარგმნოს პოლიტიკურ ძალაში და სწორედ ეს მცდელობა მიმდინარეობს ახლა, რომ ჩამოყალიბდეს პოლიტიკური გუნდი, მაგრამ არა მხოლოდ დავუშვათ პოლიტიკური გუნდი, რომელიც იქნება დაკომპლექტებული შეიძლება ძალიან გამოცდილი დიპლომატებით და იმ მორალური ადამიანებით, როგორც იყო წინა ბლოკში ლაპარაკი დავუშვათ მორალური ღირებულების ადამიანებით, არამედ ეს უნდა გადაითარგმნოს რაღაცა პოლიტიკურ ძალაში, რომელიც იმოქმედებს რეგიონებში, იმოქმედებს ცენტრში. და მოიტანს ცვლილებას. ეხლა ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მე განცდა მაქვს ისეთი ინტუიტური, რომ სწორედ აი ქართული საზოგადოება თავის ლიდერებს აი ესეთი დინამიკით ირჩევს. ყოველ შემთხვევაში ჯერ ძალიან ექსტრავერტი და აქტიური გამსახურდია, შემდეგ უფრო ბევრად უფრო ესეთი სტაბილური შევარდნაძე და მე ისევ სააკაშვილი ესეთი ექსტრავერტი და აქტიური ფიგურა და ეხლა შესაძლებელია სწორედ აი ამ დინამიკით გადაღლილი ქართული საზოგადოება ელოდება ახალ პოლიტიკურ ლიდერს აი ასეთი მაჩვენებლებს. მაგრამ პოლიტიკაშია ეგრე მელოტების და თმიანების მონაცვლეობა. ხო, აი ეს მელოტები, თმიანები და ასე შემდეგ. მაგრამ მეორეს მხრივ არის ქვეყანაში არ არის ჩვეულებრივი საარჩევნო ციკლი და არ არის ჩვეულებრივი გარემო არჩევნებისა, არამედ არის ძალიან ძიმე კრიზისული ვითარება, როდესაც გამოსავალი ამ ვითარებიდან არ არის სტანდარტული და ყველა იმ პოლიტიკურ აი ესეთ სტაბილურ დაალაგებულ პოლიტიკური ფიგურის წინაშე დგას
კითხვის ნიშანი, რომ რანაირად გავიდეს დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე. იმიტომ რომ ბუნებრივია, არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს იქმნება, გუშინ შეიქმნა, არ გეგმავს, რომ ჩვეულებრივ საარჩევნო ციკლში ჩაჯდეს, არამედ გეგმავს რაღაცა ტიპის, ასე ვთქვათ, უფრო ადრეული ცვლილების მოტანას. აი ესეთი ფიგურებისთვის ალბათ ძალიან რთულია ამ ვითარებაში მოქმედება და ილარაკლი ალასანიას წინაშეც ალბათ ეს გამოწვევა დგას. პოლიტიკური ასპარეზის გარდა ბატონ დავით, ალბათ ხალხში გასვლაც არის საჭირო იმისთვის, რომ მოიპოვოს საზოგადოების ნდობა არ მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. მე მარტივ სტატისტიკას გეტყვით 12000 ზარიდან და წერილიდან, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს მიიღო პრეზიდენტის აპარატმა და ამ ჟურნალისტთან გუნდმა, რომელიც მუშაობდა ამ საყოველთაო პირდაპირ ჩართვით. იმ 12000 შეკითხვიდან მხოლოდ 3000 გახდათ პოლიტიკური ხასიათის შეკითხვა. არჩევნებთან დაკავშირებული მედიის თავისუფლებასთან, სასამართლოსთან ველა 9000 ზარი და ამ 9000 შორის ზარი და მესიჯები იყო, ასე ვთქვათ, გზავნილები ეხებოდა სოციალურ პრობლემებს. რამდენ შეძლებს ირაკლი ალასანია რომ იყოს ხალხოსანი ლიდერი? ხალხოსანი ლიდერი ამას რამდენად ჭირდება არ ვიცი და თუ დამიკონკრეტებთ ხალხოსანი ლიდერი ამ შემთხვევაში ასეთი შეუძლია. დაახლოებით ისეთი აქტივობის ადამიანი, როგორც არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია ძალიან აქტიურად ერთი დღის განმავლობაში კოდორის ხეობიდან მოყოლებული თუშეთის მთებით დამთავრებული მოიაროს ყველაფერი. ტემპერამენტი არ გამოუმჟღავნებია მოდი. საჭიროა თუ არა, მოდი ასე დავსვათ, აი ამ ტიპის აქტივობა არჩევნების წინ. იმიჯოლოგია არ გახლავართ და რომც ვიყო ირაკლი ალასანიაში ვერ ხედავ თქვათ ესეთი ენერგიის ფრქვევის პოტენციალს ვერ ხედავ ის თუ გახდება ლიდერი და მოდი ვთქვათ რომ დღეს მან უბრალოდ ლენტი გაჭრა სტარტი აიღო და ის აწი გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე აქამდე ის მოთელვას გადიოდა და საზოგადოებასაც აჩვევდა თავის გამოჩენას დღეიდან ხდება პოლიტიკოსი რეალურად ხო ამიტომაც მე როგორც ჟურნალისტი ვიქნებოდი ისეთი რასაც მავალდებულებს ჩემი პროფესია ვიქნებოდი ეჭვიანი იმის მიმართ როგორც მისი გრანდიოზული პერსპექტივების ისე მისი კრახის მიმართ არა მე მას უყურებ ვაკვირდები მაგრამ რაც შეეხება წინამძღვრებს სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ მასში აი დიდ ტემპერამენტს, დიდ ენერგიას ეს ალასანიაში არ ჩანს. სხვა საკითხია როგორც თქვენ ძალიან რამდენად ჭირდება მას ეს რამდენად ჭირდება სიტუაციას. ყველა შემთხვევაში შენ ხალხოსანი ხარ, ენერგიული ხარ, უნდილი ხარ, თუ გაწონასწორებული ხარ, სავსებით სწორად აღნიშნეთ. თუ კი 75% შეტყობინებების იყო სოციალური წუხილები, შენ უნდა გაეპასუხო ამ წუხილებს დამაჯერებლად და ამას ვნებიანად იტყვი თუ მშვიდად და დამაჯერებლად ამას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ რამხელა მნიშვნელობა ეს არ ვიცი. ბატონო გიორგი, როგორც ჩანს მაისამდე ეს პოლიტიკური გუნდიც გეგმავს, რომ იქნება აუცილებლად არჩევნები. ასე თქვა ყოველ შემთხვევაში ალასანია თავის მოკლე გამოსვლაში, რომელიც დღეს ჰქონდა. საზოგადოების დაკვეთა არის სწორედ ამ დრომდე ერთიანი ოპოზიციის ჩამოყალიბებაზე. ეს ცხადია და ნამდვილად არსებობდა არა მხოლოდ დღეს, არამედ ერთი წლის წინათ თუნდაც. რამდენად მოხერხდება იმ პრობლემების თავიდან აცილება, რასაც ადგილი ჰქონდა ერთი წლის წინ, ცოტა უფრო რამდენიმე თვის წინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ ერთმანეთს უბნებში წკიხმები გაუყო და რომლის შედეგადაც უმრავლესობაში 2/3-ზე მეტის შედეგით მოხდა ის, ვინც მოხდა. მართალია ოპოზიციური ძალები ამბობენ, რომ ეს არჩევნების გაყავდა, თუმცა ფაქტია, რომ მათაც ვერ მოიპოვეს ისეთი მხარდაჭერა საზოგადოების, როგორც მოლოდინი იყო. ხო ეს სხვა იცით რა სხვადასხვა კითხვა რამდენად ოპოზიცია ჩამოყალიბდება ერთ საარჩევნო ბლოკად და სხვა კითხვა არის რამდენად ოპოზიცია გაერთიანდება არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. მე რაც მაქვს გამოცდილება საქართველოში დაკვირვების აი პოლიტიკურ პროცესებზე 2003 წელსაც ძალიან სერიოზული მოთხოვნა იყო და მოთხოვნა იყო საზოგადოების რომ ოპოზიცია არჩევნების წინ გაერთიანებულიყო და მაშინ ვერ მოხერხდა არჩევნებისთვის გაერთიანება, თუმცა მერე მოხერხდა გაერთიანება შევარდნაძის წინააღმდეგ. 2007 წელსაც პრინციპში არჩევნების წინ დაიშალა ოპოზიციური ბლოკი, თორე ოპოზიცია გაერთიანებული იყო, უბრალოდ 2008-ში დაიშალა, თორე 2007-ში გაერთიანებული იყო სააკაშვილის წინააღმდეგ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის არა ოპოზიციისთვის, არა ის, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს საარჩევნო ბლოკებად. ეს პირიქით აბნევს ამომრჩეველს და აბნევს არა, იმიტომ ჩვენ ჯერ არა ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები ამომრჩევლები. ჩვენ შეიძლება ვიყოთ პოლიტიკურად აქტიურები, გავიდეთ მიტინგზე,
გამოუცხადოთ დაუმორჩილებლობა ან რაღაცნაირად შევებრძოლოთ ამ რეჟიმს, როგორც მოქალაქეები, მაგრამ ამისთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ რა საარჩევნო ბლოკში იქნება გაერთიანებული. დღეს ჩემი აზრით მთავარი მიზანი პოლიტიკური ოპოზიციის არის გაერთიანდეს ხელისუფლების წინააღმდეგ და გაერთიანდეს იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. მოხერხდება ეს ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ? აი თქვენ თანამშრომლობთ ერთ-ერთ გუნდთან, ნინო ბურჯანაძის გუნდთან აქტიურად, რომელსაც ჯერჯერობით ეს კოალიცია არც კი მოიაზრებს თავის შემადგენლობაში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? იცით, ეს შესაძლოა ბურჯანაძის პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელშიც სწორედ ეს გზა იყო დასახული სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად. თუმცა ბურჯანაძის გუნდი არ შესულა ამ პოლიტიკურ ალიანსებში. ამდენად მე ყოველ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ისინი სწორი გზაზე დგანან ძალიან, რადგანაც ისინი ცდილობენ არა გაერთიანებას საარჩევნოდ, არამედ გაერთიანებას არჩევნებისთვის. და მიმაჩნია, რომ ეს არის პრინციპული. მოსწრებადია მაისამდე ეს ბატონო გიორგი. ან ბევრად ადრე არის მოსწრებადი. და იდენტიფიკაციას შეძლებს საზოგადოება, აი პოლიტიკური ძალების სახელთან თუნდაც, იმიტომ რომ შარშან მაგალითად შარშან ეს მოხდა, ეს სირთულე მოხდა, რომ გაერთიანებული იყვნენ 5 თვის განმავლობაში და არჩევნების წინ დაიშალდნენ. ეს პრობლემა არის, ბუნებრივია, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, ახლა მნიშვნელოვანი აი ეს გეგმა, რომ დაუშვათ, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ფაქტიურად მე მრჩება შტაბეჭდება, რომ გაზიარებულია ყველას მიერ. ეს არის საზოგადოების შეკვეთა, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს არჩევნებისთვის. ყველა სპექტრის შეკვეთა არის. იმისთვის რომ ისინი გაერთიანდნენ, პრინციპში მათ უნდა ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოებას. ხა რამდენად მოახერხებენ ეს ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ დაიწყო ყველაზე რთული პროცესი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საარჩევნო ბლოკებზე, ბუნებრივად ჩვენ მე გადავდივართ კანდიდატებზე, სიებზე, კვოტებზე და ლიდერებზე, რაც თავარია, დიახ. ბუნებრივია ამ შემთხვევაში ეს ოპოზიციური სპექტრი იშლება, მაგრამ აი ეს შეცდომა არ უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს გაერთიანება სააკაშვილის წინააღმდეგ. მოვისმინოთ, რას ფიქრობს ჩვენი მაყურებელი. პირდაპირ ხაზია მსმენელი თუ მაყურებელი გისმენთ? გამარჯობათ. დიახ, გისალმებით. მოდის გიხდით თქვენ ყურადღებას რო ვიცე, მაგრამ აღშფოთებული ვარ პირდაპირ აი ამ გვარების მოსმენის. ბურჯანაძე, ესე იგი, ნოღაიდელი, ეხლა შევარდნაძე, სააკაშვილი, ეხლა ალასანია. რა გვჭირს ხალხო? ესე იგი, მიჩერებულები ვართ პიროვნებებს ისევ გადავდივართ. ესე იგი, იგივე პოლიტიკაზე, იგივე შეცდომები უნდა დავუშვათ. ნუ თუ ქართულ ხალხს სიბრძნე არ ეყოფა, მართლა პოლიტიკოსებს არ ეყოფათ სიბრძნე და ნება, რომ კიდევ ერთხელ არ ჩავიჩეხოთ სადღაც. თქვენ ფიქრობთ, რომ ლიდერები არ უნდა არსებობდნენ, თუ ასეთი ლიდერები არ უნდა არსებობდნენ, ხალბატონო? ვინ არის თქვენთვის ლიდერი, ხალბატონო? რასაც წარმოადგენენ რა? ვინ არის თქვენთვის ლიდერი, შეიძლება გვიპასუხოთ, რომ უფრო გავერკვეთ თქვენ შეკითხვის არსში. ვინ არის აი თქვენთვის ლიდერი, შეიძლება რომ გვიპასუხოთ? ლიდერი არ არსებობს. ქართულ ხალხს ყავს ისეთი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია მართოს ქვეყანა. ლიდერობამ დაღუპა საქართველო. დიდი მადლობა ზარისთვის. ლიდერობამ დაღუპა საქართველო. ბატონ დავით, რა შთაბეჭდილება დაგჭათ ამ ზარით? პოლიტიკურ ლიდერის გარეშე პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობს, ჩემი აზრით, ჩემი პატივისცემა მაყურებელს, მაგრამ ის მაღალი ალბათობაა ცდებოდეს. მან ახსენა სიბრძნე, ხალხის სიბრძნე და ვფიქრობ, ესე ხალხურ სიბრძნეში ბევრი მართლაც სიბრძნეა და ბევრი წარმოუდგენელი სისულელეა. მაგალითად, შვილი გაზარდე მტრად გამოგადგება მოყროთ არის დიდი სისულელე, ხო? თუმცა ხალხურ სიბრძნეს არის მითვლელი. ასევე შეიძლება სისულელე იყოს ანდაზა შეძახილი თხე გახმა. ანუ რომლის ასე ვთქვათ პოზიტიურ ნეგატიურ ვარიანტს ახლა შემოგთავაზეთ ერთი ძალიან ცნობილი აღმოსავლური ანდაზის სახით, რომ რამდენიც არ უნდა იძახო ხალვა პირში სიტკბო არ დაივანებს. დაახლოებით ესე შეიძლება მოუვიდეს ვადამდელი არჩევნების იდეას. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება აი მაისისთვის ვემზადოთ. მე პოლიტიკოსებს ასე ვთქვათ ვურჩევდი და მათ ეს ფიქრობ კარგად იციან და ამისთვის ემზადებიან კიდეც ამას წინათ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ღია ეთერში, ჩემს ღია ეთერში მითხრა, რომ ის ემზადება იმ ფრუსტრაციისათვის, რაც შეიძლება მოხდეს ვადამდელი არჩევნების იდეის ჩაშლას, არ შედგომას ვადამდელი არჩევნებისა. ესე რომ ჩვენ შარშან ნახეთ ერთი რამ. მოქალაქეთა დიდი მოლოდინის გაცრუება, როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, ხო? ორი არჩევნების შედეგად.
ესე რომ ამ დიდი მოლოდინების გაღვივება ეხლა არ ღირს. მე ვფიქრობ მოქალაქეებს, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერებსაც შესაძლოა უფრო ფხიზელი დამოკიდებულება ჰქონდეთ ამგვარი შეტყობინებებისადმი, ანუ ვადამდელი არჩევნების გარდაუვალობისადმი მიმდინარე წლის მანძილზე, ვიდრე ეს გონიათ პოლიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მოქალაქეები მათი მხარდამჭერები არიან. ბატონო გიორგი, რამდენად უნდა მოხდეს თქვათ მოლოდინის გაღვივება, როგორც ბატონი დავით ბრძანა, თქვენ რამდენად სწორად მიგაჩნიათ აი მოლოდინის ასეთ დოზით? აი ამ ქალბატონის ზარს უპასუხო, იცით, აი ეს დამოკიდებულება, აი ეს რაღაცნაირი მორალის კითხვის დამოკიდებულება, რაღაცა ერის სახელით დამოკიდებულება, საუბარი, რომელსაც არ მოსწონს არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, არ მოსწონს თავისი პოლიტიკური ელიტა. ეს ჩემი აზრით არის ის ბოლო წერტილი, სადამდე შეიძლება მივიდეს ქართული პოლიტიკური ცხოვრება. თუ ჩვენ ფრუსტრაციაში ჩავარდებით ყველანი და აღარც სააკაშვილი მოგვეწონება, აღარც რომელიმე სხვა პოლიტიკური ლიდერი და გავლანძღავთ ყველას და მუდმივად ყველას მიმართ გვექნება ცინიკური დამოკიდებულება, ეს ნიშნავს სხვა არაფერს თუ არა იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას გავაძლიერებთ და მივცემ დე ფაქტო ხელისუფლებას სრულ შესაძლოა სულ კარტ ბლანშს მივცემ თავის მოქმედებაში. რაც ეხება ამ არჩევნების რიგარეში არჩევნების ჩატარებას, ეს მოლოდინის გაღვივებას და ეს ხელოვნურად ხდება თუ ეს მართლაც დაკვეთაა მაგნიერ? მე შთაბეჭდება მრჩება, რომ იმ კრიზისის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს და სააკაშვილის ხელისუფლება 2007 წლის ნოემბრიდან შესულია ამ სერიოზულ კრიზისში, რომელიც ერთის მხრივ დაძლია, დაუშვათ სააკაშვილმა როდესაც გადადგა, მაგრამ მე ისევ შევიდა ამ კრიზისში, გამომდინარე იქიდან, რაც გაზაფხულზე გაკეთდა მასმედიის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რაც ზაფხულში მოხდა იმ ომის მიმართ, რომელიც ჩვენ რუსებთან მიმართებაში წავაგეთ, გამომდინარე იმ აბსოლუტურად არაადეკვატური აგით კამპანიიდან, რომელიც ხელისუფლებამ შემოდგომაზე აწარმოა, ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა. ხელისუფლება არ უბრალოდ პრეზიდენტი მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შეიძლება კარგი იყოს რაღაცაში. შეიძლება ძალიან მე მაგალითად მახსოვს სააკაშვილი ძალიან ეფექტური ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე თუ საკრებულოს თავმჯდომარე. შეიძლება ძალიან კარგი იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, შეიძლება მშვენიერი მერი იყოს, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა მან ამოწურა თავის რესურსი. ამას ხედავს ყველა, ეს არის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ძალიან აქტიურად ქვეყნის გარეთ. სააკაშვილმა დაკარგა თავისი უნარი გამოიყვანოს ან რამე ახალი შესთავაზოს ამ საზოგადოებას. ახლა პრეზიდენტი, რომელიც არ აღიარებს დაუშვათ თავის საპრეზიდენტო სიტყვაში აქცენტს არ აკეთებს იმ ტრაგედიაზე, რომელიც დატრიალდა 2008 წლის აგვისტოში, არის არაადეკვატური. აი ამ არაადეკვატური პრეზიდენტიდან გამოსვლის დაკვეთა არის. მაგრამ თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ქართველი ხალხი ახლა პოლიტიკურ მექანიზმს ფლობს, რომ ან ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ან რა ფორმით უნდა მოვიდეს. უბრალოდ სააკაშვილი ამოიწურა როგორც ლიდერი, ამოიწურა როგორც საერთაშორისო ფიგურა. ბატონ დავით, კორექტივები თქვენ როგორ ფიქრობთ შესაძლებელია ამ ხელისუფლებაში და შენარჩუნება ხელისუფლების? თქვენ უფრო ესე რაღაც შტაბიჭდილება დამრჩა, რომ ფიქრობთ, რომ ეს არჩევნები, რიგარეში არჩევნები უფრო არის რაღაცა ხელოვნურად. ჩვენ ლაპარაკობთ რომელ რიგარეში არჩევნებზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე? იცით, აქ ცოტა შეუთანხმებლობა ოპოზიციაში, თქვენ თავად მოგეხსენებათ, არის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, მაგალითად ინე ბურჯანაძის პარტია ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებია პრიორიტეტული, თუმცა ნაწილი თანახმაა საპარლამენტო არჩევნებზე, რიგარეში არჩევნებზე. ნაწილი მიიჩნევს იმას, რომ თუ საპარლამენტო იქნება, ეს იქნება ჩვეულებრივი ძრომოძრაობა ხელისუფლებისგან, ხო? თუმცა ალბათ ამაში შეთანხმდება ოპოზიცია, თქვენ როგორ ფიქრობთ? კორექტივები დასაშვებია კიდევ ამ ხელისუფლებაში? აი თან უპასუხეთ ამ შეკითხვას. კორექტივები ხელისუფლებაში ეს იყოს ერთადერთი გზა საიმისოთ, რომ ხელისუფლებას ხო ძალაუფლების არსებული ხელისუფლება დარჩეს ძალაუფლების სათავეში. მათ შეიძლება მონახონ სხვა გზებიც, ხა საკადრო კორექტივებს გულისხმობთ თუ პოლიტიკის კორექტირებას კარგად არ მესმის. საკადრო კორექტივებს ჩვენ მართლა გითხრათ ვერ პროგნოზირებას ვერ გავუკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან უცნაური საკადრო კორექტივები მიდის. პოლიტიკის კორექტირებას. მაგალითად დემოკრატიის მესამე ტალღა. თქვენ ფიქრობთ, რომ მედიას წარმოადგენთ, თქვენ გათავისუფლდა ცოტათი მაინც მედია ბოლო პერიოდში? მე ვიტყოდი ესე, მედიამ დაიწყო იმ თავისუფლების გამოყენება, რაც მას ჰქონდა. ნელ-ნელა დაიწყო. ყოველ შემთხვევაში დღეს აი ხა ჩვენ ვხედავთ და ვლაპარაკობთ რაღაცას პოლიტიკაზე უცნობში. რომელიც ტრანსლირდება ტელევიზიით. მარტო თბილისში მაუწყებელ ტელევიზიებში მარტო პოლიტიკური ტოქ-შოუ არის 12. ეს არ იყო. ეს ნიშნავს, რომ მედიამ მიმეორებ დაიწყო იმ უფლების რეალიზება, რაც მას ჰქონდა.
არ შემიძლია ბატონ გიორგის არ გავეპასუხო ამ კი, ბატონო, სააკაშვილის ამ მოწურვაზე. დაუშვათ რომ ეს მტკიცება არის მართალი. მით უარესია მაშინ ოპოზიციისათვის და მით უფრო ნოყირნიად აქვს ქმნის მომავალი ფრუსტრაციისთვის, იმიტომ რომ ალტერნატივა სააკაშვილის ოპოზიციაში ჯერჯერობით არ არის. ანუ კანდიდატი, რომელსაც ვიღაცა დასახავდა საპრეზიდენტო კანდიდატად, ხო, საგრძნობი ნაწილი მოქალაქეებისა. ნუ ჯერ არ ჩანს. თქვენ შეგიძლიათ თქვათ ეს ვინ არის? თქვენ შეგიძლიათ თქვათ თქვენი პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე. მაგრამ თავის დროზე ისეთი პოლიტიკური ლიდერი, როგორც იყო თვითონ მიხეილ სააკაშვილი, არა მისი პირველი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, არამედ შევარდნაძის ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ასეთი გამოკვეთილი ლიდერი ჯერ არ ჩანს. ეხლა და გეთანხმებით, ეხლა ჩვენ არ შევიდეთ ამ მის გარჩევაში, ბუნებრივია ხა მე და სწორედ აი ეს იყოს ხელჩაქნების და ფრუსტრაციის საფუძველი. ამიტომ ბუნებრივია მე ვიტყვი რომ მე ვხედავ ქალბატონ ნინოს როგორც კანდიდატს, მაგრამ სააკაშვილი მე მახსოვს 2003 წელს. სააკაშვილი არ იყო ესეთი გამოკვეთილი ლიდერი. იქ იყო 3 გამოკვეთილი ლიდერი და ეს 3 გამოკვეთილი ლიდერი ბევრად უფრო, რა თქმა უნდა, ძლიერი ალტერნატივა იყო შევარდნაძისთვის. ეს 3 გამოკვეთილი ლიდერი ვიდრე დღევანდელი გარემო, როდესაც ესეთი დაუშვათ, ესეთი ტრიუმვირატი არ არსებობს, მაგრამ ამაში ხო არა საქმე. საქმე ისაა, რომ ჯერ ესეთი პირველ რიგში ის მომავალი ლიდერი, ვინც მოვა, იმას არ უნდა კონდეს იმ ხელა უფლებები, რა უფლებებიც კონდეს სააკაშვილს, რა უფლებებიც მერე შეიქმნა სააკაშვილმა სამწუხაროდ აი ამ ერთობის ფონზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მან ჩამოაყალიბა უпростоოდ რაღაც ავტორიტარული რეჟიმი. რა თქმა უნდა კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს პოლიტიკური სპექტრი მე ვერ გეტყვით, რომ ეხლა ჩემზე თოებს შტაბიჭრებას იგივე მთავრობაში რა პოლიტიკური სპექტრიც არის. იგივე სააკაშვილი ხო გეუბნებით რაღაცაში ალბათ გამოყენებადია, როგორც მაგრამ არა როგორც პრეზიდენტი. შეიძლება ის იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, შეიძლება იყოს ქალაქის მერი, მაგრამ აღარ არის ის პრეზიდენტი ქვეყნის. და სხვა შორის ძალიან სერიოზული პროფესიონალები არიან ამ მთავრობაშიც, რომელიც თუ ოპოზიციამ ესე დააყენა საქმე, რომ მათ არ ელაპარაკება, ეს შეცდომა იქნება. ბატონ გიორგი, თუ აი ეს ცვლილებები რომც მოხდეს უცებ დანიშნოს პრეზიდენტმა არჩევნები. მე განცდა რომ ვიღაცამ უნდა დამარცხდეს და ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს. მე მაგას განცდა რომ ჩვენ ვართ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე და როდესაც ერი ამ სერიოზული პრობლემების წინაშე ერთიანდება, იქ ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს. რამდენი შესაძლებელია რომ აი ამ პირობებში ჩატარდეს კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომ დაინიშნოს. აი რა პირობებში ხე გეტყვით ბატონი დავითი კი ბრძანებდა რომ 12 ток-შოუა ეთერში და ამ შემდეგ, მაგრამ მე ხელს არ არის საკმარისი. დიახ, აი მე ხელს მაქვს დოკუმენტი, მინდა რომ ჩვენ მაყურებელმა ის ნახოს. რა თქმა უნდა ვერ წაიკითხავს, მაგრამ ეს არის დოკუმენტი, რომელიც გავრცელდა ესე იგი ყველა ნიუსრუმში. არსებული ტელემაუწყებლების საზოგადოებრივ მაუწყებელში ნამდვილად ჩემი წყაროებით მაქვს გადამოწმებული იმედში და რუსთავიორში, სადაც დეტალურად არის მითითებული რა უნდა გაშუქდეს პრეზიდენტის სიტყვიდან და რა პათოსით. ახლა წაგიკითხავთ ნაწილს მაინც. მიმართვების სოციალური ჯგუფებისადმი მათი პრობლემების გრძნობა. 1. მესიჯ ბოქსი არის ერთი, მეორე განყოფილება ასეთი. არის ასეთი კიდევ წელზე კამრების მოჭერა და ასე შემდეგ. და პრინციპში ყველაფერი რა სიტყოდა ოპოზიცია, აქ გიორგი თარგამაძის შეკითხვებიც არის და ყველა დანარჩენი იყო წინასწარ ცნობილი პრეზიდენტისთვის და პრეზიდენტის პასუხებიც. ეს დოკუმენტი მიიღო ყველა ნიუსრუმმა, რომელიც მუშაობდა იმ დღეს. ეს საპარლამენტო გამოსვლას ეხება? ეს საპარლამენტო გამოსვლას ეხება და მე ნინო, ეხლა რომ აი ამ პირობებში როგორ აპირებთ არჩევნების მოგებას, რომს დანიშნონ. ამ სასამართლოს პირობებში, რომელსაც ამბობთ თქვენ რომ დამოუკიდებლობა აკლია. ბატონ დავით, აი თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ ამ ყველაფრის ფონზე? მეცი პერსპექტივაზე უფრო მომირჩევნია ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხელში გვიჭირავს ნამდვილად. პერსპექტივა ჩვენ ხელში არ გვიჭირავს. მე შეიძლება ვიღაცა მითხრას რომ შენ როგორ დაგიჯეროთ რომ ეს ნამდვილად დარიგდაო, მაგრამ მე ვადასტურებ რომ ეს მრავალ წყაროზე გადამოწმებით მიპყრია ხელთ. რაც მან წერია, მე მაგას შევხედავდი ცოტა სხვა კუთხით. ეს არის ჟურნალისტებისადმი უნდობლობის გამოხატულება. ღრმა რწმენა, რომ ისინი არიან არაპროფესიონალები და აზრზე არ არიან რა უნდა გააშუქონ თვითონ. რომ პროდიუსერებიც არიან ასევე არაპროფესიონალები, მათ არიციან, ჩვენ ვიცით. ეს არის პოლიტიკური კლასის ამ შემთხვევაში მისი ერთი ნაწილის ხელისუფლების ამბიცია. უნდა გითხრათ, რომ ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ აი თუკი ეს გაშვებულია, არ ვიცი საიდან, კანცელარიიდან არ ვიცი. თქვენ იცით საიდან არის გაშვებული? მათ მიიღეს, მაგრამ თუმცა წყაროს იმის გამო რომ ბოლომდე გადამოწმებული არ მაქვს, არ დავასახელებ, თუმცა ყველა მიხვდება, ვინ აკონტროლებს პირადად მედიასაშვილს, ვის ედება ბრალი აი ამ კონტექსტში. ეს არ არის ლამაზი. ბრალი ედება იმ ადამიანს, ვინც ამას დაუჯერა, თორე ვინც ეს გაუშვა, ეს ორმაგი პრობლემაა.
მე მანდ ვარ. დიახ, ეს ორმაგი პრობლემაა. მანდ ვარ ზუსტად. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, მაინც მინდა რომ ფინალური რაღაცა დიალოგი შედგა. ძლიერს დიალოგი შედგა, თუმცა დრო შეზღუდულია. ბატონ დავით, ბატონ გიორგი, მინდა რომ მაინც ძალიან მოკლე პროგნოზი გააკეთოთ იმისა, იქნება თუ არა ქვეყანაში რიგარიში არჩევნები. მე მგონია რომ ისტორიას რითმები არ აქვს და როგორც აქ წერტელი ამბობდა, პოლიტიკაში პოეტობას ჯობია შევეშვათ რა. ანუ ერთხელ იყო ადამიანელი არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტის თვითონ თქვა რომ ესე იგი ძალიან შევწდი და მეც აღარ დავნიშნაო. ხო გახსოვთ ეს თქვა. ესე რომ ეხლა საფუძველი რაღაცა პატარა საფუძველი ადამიანელი არჩევნებისთვის შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არსად არ წასულა. ის ამომრჩეველი, ვინც ხმამისცა როგორც სააკაშვილს, ესე ნაციონალურ მოძრაობას, არსად არ წასულა ის 4%-იანი ამომრჩეველი, რომელიც ხმამისცა და თუ გამყრელიძეს როგორც კანდიდატს, ესე რომ დიდი დრო არ გასულა. ეხლა სულ ნახევარწუთი. კი ბატონო, გამსახურდია მაიღო 87%. გავიდა წელიწად ნახევარი, შევარდნაძე მაიღო 95%. მაგრამ ეხლა წელიწად ნახევარი არ გასულა, ნაკლები გავიდა, მაგრამ ხელისუფლება იგივეა. ასაგებად მე პოზიცია დიდი მადლობა დავით ბატონო გიორგი მკვეთრი ცვლა მოსაოდნელი არ არის მკვეთრი ცვლა მოხდა სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ეს მკვეთრი ცვლა იყო ის სერიოზული შეზღუდვა დემოკრატიაზე რომელიც 2008 წლის გაზაფხულზე მოხდა მე ვიტყოდი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეტაპი ქართული დემოკრატიის შეზღუდვის 2008 წლის გაზაფხულის შემდეგ ამას მოყვა ძალიან მკვეთრი ცვლა წაგებული ომის სახით და ამ წაგებულ ომში სრულიად უპასუხისმგებლო ხელისუფლების სახით მკვეთრი ცვლა მოხდა საგარეო პოლიტიკაში აქედან გამომდინარე და აქედან გამომდინარე მე ვამბობ რომ შანსი არჩევნების და ხელისუფლების შეცვლის არის თუმცა ბუნებრივია ეს არ მოხდება თუ ოპოზიცია არ გაერთიანდა არა საარჩევნო ბლოკად არამედ არ გაერთიანდა ერთის წინააღმდეგ ხო, ერთის წინააღმდეგ არა. მე არ ვამბობ, რომ ეს არის სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის არსებული. არა, მე არ ვამბობ, ეს არის ინდივიდუალურად სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. მე არ მგონია, რომ სააკაშვილი არის სააკაშვილის ხელისუფლებას. სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებების გამოხატვისთვის. სამწუხაროდ ჩვენი ეთერი დასრულდა. მე ძალიან მოხარული ვარ იმის, რომ თქვენ ეთერში მიუხედავად თქვენი მოსაზრებების სხვადასხვაობის ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, თუნდაც ერთ საკითხთან დაკავშირებით, ნახოთ რა იქნება პერსპექტივაში. დიდი მადლობა. ეთერში გახლდათ უცნობი კავკასია. რომელიც ხვალ დაგებრუნდება 20 საათსა და 30 წუთზე ნათია გამცემუძესთან ერთად ნახვამდის. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.